მოგესალმებით, მეგობრებო, ჩემი ყველაზე საყვარელი თემა არის კარმული ასტროლოგიიდან კარმული ასპექტები. გელოდებით, მეგობრებო, ვისაც გექნებათ სურვილი 22 მარტს ჯგუფურ ტრენინგზე, კარმული ასპექტების გაცნობიერების ჯგუფურ ტრენინგზე. კარმულ ასპექტებში გავლით სელენა ლილიტის პირადი რუკების გამოყენებით ენერგიას, როგორ უნდა დავეკონტაქტოთ ამ ენერგიას, როგორ უნდა გავაცნობიეროთ, როგორ უნდა შევხვდეთ შეგრძნებებით, რა არის საერთოდ ეს კარმული ასპექტები, ეს რეინკარნაციული სისტემა იქნება თუ ოჯახური ესეთი გზავნილები იქნება და როგორ გვიშლის ხელს ამ ყველაფრის გაუცნობიერებლობა, როგორ გვიშლის ხელს წინსვლაში, მაგალითად, როგორც ენერგეტიკული ბლოკები და ამ დროს როგორი დიდი რესურსი და დიდი ენერგია აქვს ამ ჩვენს კარმულ ასპექტებს. აი ამ თემაზე მექნება ძალიან საინტერესო ჯგუფური შეხვედრა, ჯგუფური თერაპიული შეხვედრა, ვიყენებ ხოლმე მონაწილეების პირად რუკებს და გავდივართ იქ ყველაზე ეს წერტილოვნად, ყველაზე მნიშვნელოვან კარმულ სტრუქტურებს და ყველაზე საინტერესო ის არის ჯგუფი, როცა მონაწილეობს ამ პროცესში, მხარდამჭერიც არის ეს ჯგუფი და ყველაზე მთავარი, რომ ყოველი სესია მონაწილეთა გამოსვლით, მაგალითად, თერაპიული მუშაობით, რომ სად ვარ ახლა, სად მინდა რომ წავიდე, რა მიშლის ამაში ხელს, ხო და ეს შეკავების ენერგიები საიდან მოდის ეს პირად რუკაში ჩანს, მაგალითად, და იქ მე მართავ ამ თემას, როგორ გავაცნობიეროთ ეს ყველაფერი, ამ ენერგეტიკას როგორ შევხვდეთ და როგორ წავიდეთ წინ ხო ცხოვრებაში, მაგალითად, ხო, აი როგორ გადავხარშოთ ეს კარმული ასპექტები, მაგალითად, ხო? ამ ყველაფერში ძალიან საჭირო არის ხოლმე ჯგუფური ჩართულობა. ეს არ არის ინდივიდუალური თერაპიის პროცესი, იმიტომ რომ ზოგჯერ არის, რომ აი ამ ჯგუფურ თერაპიაზე ჩვენ ისე ვხედავთ ჩვენ თავს, როცა უბრალოდ ჩვენ კონსულტაციაზე ამას ვერ დავინახავთ, ხო? და ამ ჯგუფური თერაპიის ზუსტად ძალაც ეს არის, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ აქ და ჯგუფი ერთად არის, ყველას ვხედავთ მე თან, რომ შეიძლება ზუსტად მსგავსი პრობლემები გქონდეს სხვებსაც, მაგალითად, ვიღაცა როგორ უმკლავდება ამას და იქ შეიძლება ჩვენ მარტო არ ვიგრძნოთ თავი, ეს ადამიანური კუთხითაც გეუბნებით, თუმცა ამ ჯგუფურ თერაპიებზე ძალიან ღრმად და კარგად მუშავდება ხოლმე ეს კარმული ასპექტები. საით წავიდეს ადამიანი, რა მისია აქვს, რა აქვს დადებითი პოტენციალი და რა უშლის ამ ყველაფერში ხარჯს, ხო? მონაწილეთა რაოდენობა ძალიან მინიმალური არის ხოლმე, სულ რამდენიმე ადამიანს ვიყავ ხოლმე ამ ჯგუფურ ტრენინგზე. და მექნება დღის პირველ საათზე დაიწყება და რამდენიმე საათი გრძელდება ხოლმე, ხარ არ გატყდა არ არის, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი მუშაობა მიდის ხოლმე. Google Meet-ით გვაქვს შეხვედრა, იწერება ეს საუბარი ვიდეო კუთხით და ჯგუფური ეს შეხვედრა და იდება ხოლმე დახურულ ჯგუფში, რომელთაც მხოლოდ მონაწილეებს ექნებათ წვდომა. უბრალოდ ვისაც გაქვთ სურვილი საკუთარ კარმულ სტრუქტურებზე მუშაობის, გელოდებით, რამდენი წელია ამ მიმართულებით მუშაობ და ძალიან ეფექტური არის ხგანებით ამაზე მუშაობა ამ კარმულ სტრუქტურებზე, აი ამ პერიოდსაც ხედავთ ხოლმე ვიღაცას, მაგალითად, ტრანზიტული ახლა რა პერიოდი აქვს და ეს კარმული ასპექტი განსაკუთრებით როგორ შეიძლება გამოვლინდეს და განსაკუთრებით ვიწყებთ მე მაგაზეც მუშაობას ხოლმე. მოკლედ გელოდებით, მეგობრებო, გაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ დროებით.